რთულია. მართლაც ძალიან რთულია, მაგრამ სხვა გზა არ არის. ადამიანმა უნდა მოიძიოს ის ძალა პირველ რიგში თავის თავში, რომ დაძლიოს, იმიტომ რომ მართლაც განაჩენი არ არის. დროულად უნდა მიხედო, დროულად უნდა მიაქციო ყურადღება და ნამდვილად არ უნდა ჩაიქნიო ხელი. მეტად პოზიტიურად და მეტად კეთილგანწყობილად უნდა იყო, რომ შესაბამისად ყველაფერი კარგად იქნება. მე ვარ ცინათი ნანტყულაძე, თბილისიდან, ვარ 42 წლის, 25 წლის ასაკში დამიდასტურდა კიბოს დიაგნოზი. ეკოსკოპიაზე წავედი, იმიტომ რომ რაღაც არასასიამოვნო შეგრძნება იყო მარჯვენა ძუძუზე და თავზე დაცემული გამოვედი იქიდან, იმიტომ რომ ვერ გავიაზრე. მეთქი რას მეუბნება თქო, წარმოუდგენელი იყო, საიდან, რანაირად მოხდა, რა უნდა გავაკეთო. მიჭირდა ამაზე საუბარი და შიგნით ჩავიკეტე. მეთქი რა მეშველება თქო. ვეღარ შევძლებ ცხოვრებას, გაგრძელებას ჩვეულებრივად, იმიტომ რომ მქონდა მოსმენილი, რომ მოკოდა, სიმსივნე ქონდა და ეს უფრო რაღაცნაირად ისე დავაკავშირე, რომ ადამიანი კვდება. ფსიქოლოგიურად იმოქმედა იმ მომენტში ამ ყველაფერმა, შემცვალა. ლაღი ადამიანი ვიყავი ასე თუ ისე. ახლაც ვცდილობ ყოველ შემთხვევაში, რა ვიცი, მიყვარს მზე, სიცოცხლე. 5 წლის განმავლობაში უკვე ჰორმონოთერაპია გავიარე და ეს პერიოდი საკმაოდ რთულად გავიარეთ მე და ჩემმა მეუღლემ რეალურად. უშუალოდ რო შეგეხება, ეს არის სულ სხვაგვარი შეგრძნება. იცვლება ცხოვრება რადიკალურად, სხვაგვარად ხედავ, მაგრამ რაღაცნაირად უნდა მოძებნო ის ძალა შვილის გამო, მეუღლის გამო, უნდა გამეკეთებინა ოჯახის გამო. და პირველ რიგში ახლა უკვე შემიძლია ვთქვა, ჩემი თავისთვის უნდა გამეკეთებინა ყველაფერი, უნდა მებრძოლა და გამოსულიყავი მდგომარეობიდან ფსიქოლოგიურადაც ძალიან რთულია ეს და ძალიან დიდი დახმარება სჭირდება თითოეულ პაციენტს. გვერდში დგომა პირველ რიგში, რომ მარტო არ არის, რომ დაძლევს, რომ შეძლებს ყველაფერს და რა თქმა უნდა, სიტუაციას აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ გავიდა დრო და მეუღლეს დაუდასტურდა კუჭის სიმსივნე. და ამ შემთხვევაში დავმარცხდით. 2 წელია რაც გარდაიცვალა. ეს იყო კულმინაცია ალბათ ცხოვრებაში, იმიტომ რომ უბრალოდ ვერ წარმოიდგენდი ადამიანი, რომ ესეთი დიდი განსაცდელი შესაძლებელია შეგხვდეს, იმიტომ რომ დღისით მზისით კარგი ამინდის დროს და ზაფხული რომ მიყვარს და მზე რომ მიყვარს, ისეთ ინფორმაციას გაიგებ, რომ რადიკალურად დაფიქრდები ამ ცხოვრებაზე, საერთოდ რას ვაკეთებთ? გაცილებით მარტივია ყველაფერი, გიყვარდეს შენი თავი, გიყვარდეს გვერდზე მდგომი და გააკეთო სიკეთე. არაფერი არ შეგრჩება მეტი. პერიოდი იყო, რომ ძალიან გამომეცალა ძალა ხელიდან. მაგრამ მე რომ მოვიხედე და გავიაზრე, რომ ასე საქმე ნამდვილად არ წავა კარგისკენ, ვიმუშავე ჩემ თავზე, რომ გამოსულიყავი მდგომარეობიდან და ყველაფერი გამეკეთებინა და მებრძოლა. იმიტომ რომ მყავდა შვილი, იმიტომ რომ მყავდა დედა, ჩემი და-ძმა, გარშემო მყოფი. ეს არის ცხოვრების შემადგენელი.